დაგიბრუნდით ძვირფას რადიო მსმენელებო არტისტული 4-შაბათის ფარგლებში ჩემი დღევანდელი გადასარევი სტუმარი გოგა მესხია, რომელთან ერთადაც ბევრი ვისაუბრე ბავშვობიდან წამოვედით და პრობლემამდე მივედით, მაგრამ პრობლემას მოდი ისე გავუაროთ იმიტომ რომ ახალი სიმღერით მოვიდა და პრობლემებზე სასაუბროთ შეგვიძლია ვიყოთ ახლა უფრო ისეთი განწყობა მინდა იყოს და ამიტომ გადავუარე რა ამ თემას ისე რომ მინდა რომ პირიქით ეს რაღაცა კარგი ემოცია რომელიც ამ სიმღერის მოსვენამ დაგვიტოვა და გამებულ ხარ ჩემოაბრილა რომ შენეული ვერსია რომელიც მოისმინა მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მეც ძალიან მეყვარს ეს სიმღერა და მე მგონი ყველას უყვარს ყველა მისის და ყველას უყვარს შენთვისაც ასეთი სიმღერა იყო და მიმღერია მეც არაერთხან სუფრაზეც დიცენაზეც პატარასენაზეც მამუკას უყვარდა ძალიან მეხშულს ეს ვერსია ნუ ჩვენ ხო ერთმანეთის არანჟები ხვდება ხო ჩემი ვიღაცა სააკი იმისი ნუ ესე მოხდა ჩემთან ეს არანჟი და რო გავიგე რომ მამუკასი იყო ანაშვილის ერთხელ მინდოდა სადღაც რომ მემღერა და უბრალოდ ნებართვა ითხოვა ხო და სადაც გინდა გოგაო რა სისულელეო რა პრობლემაო კი ბატონო და მე რაც მოხდა სამწუხაროდ გადავწყვიტე ოჯახთან შეთანხმებით რა თქმა უნდა რომ ეს ვერსია ჩამეწერა და გადამეღო მის საპატივცემოთ ეს ვიდეო რგოლი რომელიც მამუკას ეძღვნება კი ასეც იყო გაჟღერდა კიდეც და ყველაფერი ხო და თვითონ უყვარდა ძალიან აი განსაკუთრებით უყვარდა ეს სიმღერა და გადავწყვიტე ამ სიმღერით რაღაცა შენი პატივისცემა შენი მომიხატა კი მამუკას ხელში გავიზარდეთ ხო რა თქმა უნდა ჩემი პირველი მოკლედ შეხება იყო ნუცა სკოლაში ჩემი კვირის წამყვანი თუ რაღაცნაირ ფორმატი იყო მაშინ ნუცა სკოლაში თვითონ მომღერალი თვითონ დიდი მომღერალი ყავდა ხოლმე და ამიტომ მაშინ გავიცანი ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აი ეს ეკრანზე ნანახი მყავდა და შემდეგ ვიღებდი მისგან რჩევა დარიგებებს კი არა რა ვიცი ისე კარგი მეგობარი და კოლეგიალურად პირდაპირ იცოდა მიდგომა ადამიანთან რომ არ გაგრძნობინებდო რომ შენ ახლა იწყებ რაღაცას და მახსენდება ეს ჩვენი პირველი შეხვედრა და რა ვიცი რთულია ხოლმე ესეთი ძალიან კარგი ადამიანების საუბარი წარსულში ძალიან რთულია და საწყენია მაგრამ ეს ხდება და ჩვენ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვცვლით მაგრამ კარგია რომ შენ ასე ქენი რომ ას მიუძღვენი ასე ვთქვათ ეს სიმღერა და არა მაგრამ ძალიან გიხდება შენს ხმას უხდება ეს სიმღერა ხო მე რაღაცა მოვიხდინე ასე ვთქვათ კი უბრალოდ მე ვცდილობ რომ რაც აქამდე გამიკეთებია მელიქიშვილი იყო თუ იმღერე რამე იყო თუ ზურასთვის გავაკეთე ხილოსთვის გავაკეთე ხუციშვილისთვის ის ჩამოთოვა საერთოდ მამუკამე გადავიღებულოს კი ხო ახსოვს კლიპში მე რაღაცა ისე მომხვდა თუდად არ უთქვამთ მაგრამ რაღაცა ისე გამოდის რომ სულ ვიღაცას უძღვნიო რა და მეჯო ვიღაცა არ არის რა ჩემთვის არც მამუკა არ იყო და არც ზურა და არც თან ეს ჟესტი როდის მე გახდა ასე მოსახსენიებელი პირიქით მიძღვნა ნიშნავს იმას რომ რაღაცა ძველ სიმღერებს აკეთებდა და ვიღაცას უძღვნიო ისე კაი აი ძველი სიმღერების გაკეთებაზე მეც მინდა კითხო შენთვის რა არის ეს ძველი სიმღერების გაკეთება უბრალოდ ძალიან გიყვარს ეს სიმღერები და გიმხილება რაც მიყვარს ვცდილობ რომ გავაკეთო ჩემი ვერსია და გავაკეთო საინტერესოდ ვფიქრობ რომ რაღაცა დონეზე მაინც გამომდის და რა ვიცი ახალი სიმღერა იმღერე გასაგები კი ბატონო მაგ ახალი სიმღერებიც მღერი მაგრამ მაინც როცა საჭიროა გამოდის ისე რომ ყველასთვის ნაცნობი სიმღერების სიმღერას და შესრულებას გთხოვენ ასეა
ხო და კი მეც ვამბობ თუმცა ეგ არ გამორიცხავს იმას რომ მომღერალმა ყოველთვის უნდა აკეთოს კი ახალი იცი რატო იმიტომ რომ რაღაც ჩვენ მღერით 10 წლეულების წინ დაწერილ და შექმნილ გენიალურ სიმღერებს რომელსაც რაღაც ახალ სულს თავბერავთ ხოლმე ასე ვთქვათ და ჩვენელ ვერსიას და ამ ჩვენი მოღვაწეობის შემდეგ ასე მოღვაწეობა ბჭყალებში როცა მოუნდებათ რომ ამ ეპოქის სიმღერები გააკეთონ ახლებურად ეს უნდა გააკეთონ იმ სიმღერების ვერსია რომელიც ჩვენ გავაკეთეთ მე კიდე უნდა გადაამღერონ და არ იქნება ახალი მასალა რომელიც სიმღერასაც შეძლებენ მე მგონია რომ მაყურებელიც რეალურად თუ მივაჩვევთ ახალ სიმღერებს კი უფრო რთულია მიუხედავად იმისა რომ ამდენი საშუალებაა იმისთვის რომ მაყურებლის ყურამდე ადვილად მიიტანო ამდენი პლატფორმა არსებობს სოციალური ქსელი რომლითაც შეგიძლია პირდაპირ სახში ესე ფანჯრიდან შეუგდო ახალი სიმღერა მაინც ისე მარტივად ადვილად მგონია რომ რაღაც სიმღერები აღარ ჰიტდება როგორც ადრე იყო ასეა შენც ასე ფიქრობ თუ არა ნუ ახლა ძველ სიმღერებს წერდნენ თაბაძე კახიძე ლაღიძე ყველაზე ასე შემდეგ ახლა იმას არ ვამბობ რომ ახლა არ არიან კომპოზიტორები რა თქმა უნდა არიან და ძალიან კარგი კომპოზიტორებიც არიან ჩვენი ძალიან მეგობრები არაერთი და კიდე დიდი თაობა რომელიც დღემდე ხო მაგრამ შეიძლება ითქვას მე მაინც ძველისკენ ვიხრები რა მაინც გააქვს ისე ახალი სიმღერები რომლებიც კი აი ეხლა გამოუში მარიამ ლიკლიკაძის დაწერილი ჩემთვის დაწერილი სიმღერა ჩამი არა ქვია მოგაწვით აუცილებლად მინდა რომ თქვენთანაც იტრიალოს კი სიამოვნები ასე არ დამმართია არც ერთ სიმღერას ეხლა რამდენი სიმღერა მაქვს ამღერი ხო ზოგი ღირებული ზოგი ნაკლებად რაოდენობრივად ხო ნუ ბევრი მაგრამ როდესაც მომასმენინა დაახლოებით 2 კვირა მესიზმრებოდა მის ამღერი იმ წამს აგეკვიატა და ეგრევე არ მომსვლია არასდროს რო სიმღერა და მესიზმროს ნუ არ მომსვლია და მაგრამ მართლა დიდი მადლობა აი მართლა ძალიან კარგია და მივაქცევ ამ სიმღერას სათანადო ყურადღებას ჯერ არ არის იგი ჩაწერილი არა გამოუშვი თბილისობაზე ვიმღერე პრემიერა იყო თბილისობაზე დავალოდებით მაშინ დიდი სიამოვნებით შენ სიმღერას რაც შეეხება მაიკოს სიმღერა მაკაჭაჭიშვილის რომელიც აი მართლა ძალიან მიყვარს და აუცილებლად გადავიღებ უახლოეს მომავალში აი აუცილებლად კარგი, ახლა უკვე მიმდინარე სიმღერა, რომელიც მოვისმინეთ ამის ვიდეო რგოლზე, გითხარით და გველაპარაკე ვისთან ერთად იმუშავე, რა ხდებოდა გადაღებებზე, რამდენ ხანში გადაიღე და გადავიღეთ 16 საათში დაახლოებით. რეჟისორი ვინ არის, სცენარი ვისია? Dreamers Production-ი, ჩემი იდეა იყო, რაც კლიპის მონახაზი შენი. ერთად მოვიფიქრეთ როგორ დარანაირად. სერგო ეგოიანი და ზურა ვასაძე ორი მართლა გენიოსი და უბრალოდ კაი ადამიანი. მესამე თუ იმუშავეთ ერთად, ჩამოთვა გადაიღეს. მე და ნანუკა დუეტი გადაიღეს გულიგელოდა. და ნუ მესამე არის ეს. ხო და რა ვიცი, აი ლოგიყვარს ადამიანი, მასთან მე თან უკვე გამოცდილება გაქვთ ისეთი რომ მარტივად ხვდები რომ მეგობრობთ ახლოს ვართ ძალიან და სიამოვნებს მათთან მუშაობა. როგორი გამოხმაურება ჰპოვა ვიდეო რგოლმა პრეზენტაციაზე ბევრი ხალხი ყავდა დაპატიჟებული. ხო გაუღვიძევინ მე ხო მე მგონი ახალი შემართებით გამოხმაურება მართლა კარგი მქონდა და აქვს და რა ვიცი სადაც მეძახიან ეს უნდათ რომ ვიმღერო. ნუ მე კარგია. ხო და გასიამოვნოა. მართლა ძალიან კარგია. მიხარია რომ ასეა. მეც წარმატება მინდა გისურვა ჩემოძვირფასო. ხო არ არის რამე ისეთი სიახლე რომლის გაჟღერებაც დაუშვათ გინდა ხო არ უნდა ველოდოთ შენსთან კონცერტთან რამე ისეც რაც არ გამომჩეს არ დავიღუპო ისე არ გაგიშვა ეთერი. ფილმის გადაღებას ვაპირებ. როზე თქვი? შენ ხარ ის ვინც ფილმს გადაიღებს? ანუ რეჟისორი მე ერთ-ერთი პროდიუსერი და ერთ-ერთი მსახიობი ამ ფილმში დიდი ხანია გვინდა და ნუ წელს აუცილებლად სცენარი უკვე დაწერილია, იცით რაზე გადაიღებთ? ხანია უკვე ვიცით, რასაც ვიღებთ და როგორც.
მართლა დიდი სიხარულით და ინტერესით დაველოდები ამ სიახლეს და ჩემი ფორმატი არის პრინციპში ფილმი რო გამოვა შეგიძლია უკვე შენს თან ავტორებთან თუ ასე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და სიყვარული გასტუმრები ძალიან მიხარია წარმატებები მინდა გისურვო ყველა საქმეში რომელსაც ხელს მოკიდებ სიმღერა რო არის შენი ცხოვრების ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბილიკი კი ვიცი და ამიტომ გისურვებ ამ ბილიკზე სიმყარად და სიამოვნებით სიარულს შენთან ერთად მე კი რა თქმა უნდა ჩვენს რადიო მსმენელებს დავშვიდობები მომდევნო 4 შაბათამდე და გვპირდებით რომ ყოველი 4 შაბათი იქნება ყველაზე არტისტული, ყველაზე საინტერესო და მე ყოველთვის ავალოდები თქვენთან შეხვედრას. იმედია თქვენს დახვამდის.